Აზამთრალი ქოთნის მცენარეების გადასარგავად საუკეთესო დროა. ყველაფერი უკვე ზამთარ გამოვლინია, გაკუცულია. ყველაფერს მიწა ძალიან შევსებულია, კაი ჩვენი გვიმრები რომ ნახოთ. გასასუფთავებელია, ბევრი ახალი ამონაყარი აქვს, აი. მაგრამ სულ ქოთანი გაძეძგილია ფესვებით. ეხლა კარგი დროა იმისთვის, რომ გადაირგოს, გაახლდეს, ძველი ფოთლები მოშორდეს. სამისოთ, 3 წელიწადში ერთხელ სასურველია, რომ ქოთნის მცენარეები გადაირგას, შეეცვალოს ქოთანი და მიწა. რა თქმა უნდა, ჩვენ ვიყენებთ ჩვენს უნივერსალურ კომპონენტია ნაზავს, რომელშიც შერეულია პერლიტი, ემზა, ნაკელი, დამიწებული ნაკელი. ასე შეზავებული მიწაში ყველა კომპონენტია იმისთვის, ყველა პირობაა იმისთვის, რომ ასე დანესტიანებულ კარგ ფხვიერ მიწაში ჩვენმა მცენარეებმა გაიხაროს. დასათესათაც კარგია, დასარგავადაც კარგია და ამ ნაზავში ტორფისგან განსხვავებით, ტორფიან ქოთანში გაზრდილი მცენარეებისგან განსხვავებით, ყველა კომპონენტია იმისთვის, რომ მცენარე ბუნებრივად იკვებოს. ამ მიწაზე, ამ სუბსტრატზე გაზრდილი მცენარე არის ბუნებრივი, ჯანმრთელი, ფესვთა სისტემა აქვს ძლიერი, იმიტომ რომ საკვების მოპოვება თვითონ უწევს და ხელოვნურად არ მიეწოდება. ტორფიან ქოთანში გაზრდილი მცენარეებს, ტორფში არ არის საკვები ნივთიერებები, ხელოვნურად აწოდებენ ყველაფერს, თხევადი სახით. აი ჩვენი გვიმრა მაგალითად რომ გადავდგათ, სამისოთ ისჯერ ქოთნიდან უნდა ამოვიღოთ. თუ ნახავთ, მთლიანი ქოთანი შევსებულია ფესვით. ასეთ შემთხვევაში ჯერ ქოთანს გავასუფთავებთ, გავათავისუფლებთ, მერე გვიმრას ცოტა დაუშლით ფესვებს, ზედმეტ ბარგს ყველაფერს მოვაშორებთ, გადატეხილ ფოთლებს, გაყვითლებულ ნაზამთრალებს, ამოვაჭრით კარგად. აი ასე. ამითი გზას მივცემთ ახალ ყლორტებს, რომლებიც ეხლა ამოდიან. აი, ამათია ეხლა მომავალი. ესენი უნდა მოშორდეს ყველაფერი. აი ეს გაფუჭებული, დაძველებული ღეროები ყველაფერი ამოისხლას. ამასაც აღარაფერი აღარ ეშველება უკვე. აქ ცოტა საჭიროა შეუბრალებლობა. არ უნდა დაგენანო. რამდენი ხნის ჩარგულია და მიწა მაინც ფხვიერი აქვს. აი ნახეთ. ეს მაჩვენებელია, რომ კარგ მიწაშია ჩარგული. შეგიძლიათ პატარა შვილები მოაცალოთ და ცალკე ქოთანში გადარგათ. აი. დაშალოთ ეს ბუჩქი, ამ ხელ აღარ არის საჭირო ამ ქოთნისთვის. ესენი უკვე ცალკე ენერგებია. აი, ესე შეგვიძლია მოვაშოროთ. ქოთნის ნახურეთზე დავაფაროთ კენჭი, იმისთვის რომ მორწყული წყალი უცებ არ გაგვექცეს. და შევავსოთ ქოთანი. ამ ჩვენი ფხვიერი, კარგი ფუმფულა მიწით. ეს ის მიწაა, რასაც ჩვენ თვითონ ხმარობთ, რასაც ვთავაზობთ ჩვენს მომხმარებლებს, იგივე მიწას ვიყენებთ ჩვენ. და გასუფთავებული გვიმრა, რომელსაც ფესვებს ცოტა შევაჭრი, არ უნდა ამდენი, რადგან ფოთლებიც მოვაცალეთ, რადგან შვილებიც გამოვაცალეთ, ამდენი ფესვი აღარ სჭირდება. ჩავსვამთ კარგად, საშუალოდ ღრმად, აგერ კიდე ერთი გატეხილი ფოთოლი შემოვხვდა. ამ ფოთლების ამოჭრა გზას მისცემს ახალ ყლორტებს. ახალი მიწა, ახალ საკვებით, ახალი საკვებით უზრუნველყოფს და გაიზრდება. აი ასე, ძალიან მალე, 2 კვირაში, ეხლა გაზაფხულზე, უკვე დაიწყებს ამოყრას და შემოდგომაზე კარგად გაძეძგილი ბუჩქი იქნება. გარეთ გამოტანამდე, ეზოში გამოტანამდე, სასურველია, რომ თქვენი მცენარეები გადარგათ. ეს მიწა გამოგადგებათ თქვენი შობის ვარსკვლავის გადასარგავად, ასპარაგუსების გადასარგავად, ფილოდენდრონების, რომელიც ეხა სულ დასაშნელია, ნახეთ. აი რამდენი ენერგია ერთ ქოთანში და შეწუხებულია. ფოთოლზე ეთყობა, რომ გადასარგავია. აი წუხს ფოთოლი ფლოროზითაა ეხლა დაავადებული, არ ყოფნის საკვები, მშიერი. ამ მშიერ მცენარეს აუცილებლად ჭირდება ხა გადარგვა ჩვეულებრივ გვიმრებს,
აი ეს მიმრებით ნახეთ როგორ არის. სულ გასაახლებელი. აი ნახეთ. სულ გავსებულია ქოთანი და გასაახლებელი. ახლები მოდის და ძველებმა უკვე დაკარგეს ფუნქცია. სულ დასაშლელი და გასაახლებელია. თქვენი ლიმონისთვის ეხა გადასარგავია უკვე, ბალახიც მორევია, გაფუერება უნდა და გადარგვა უნდა. მონსტერებისთვის რასაკვირველია. მონსტერას პატარა ჩითილებისთვის, აი ახალგამრავლებული მონსტერებისთვის. აი დიდი მონსტერებისთვის, რომლებსაც უკვე ქოთანში ვეღარ ეტევა და საჰაერო ფესვები გარეთ გამოუტანია. მოკლედ იმის თქმა მინდა, რომ ოთახის მცენარეების გადასარგავად, მიწის შესაცვლელად საუკეთესო დროა და მე მგონი, რომ უნდა იჩქაროთ. გარეთ გამოტანამდე ყველაფერი უნდა გადარგოთ.